point for the players. 5 rounds, 5 minutes. Don't break the rules. Listen to the command, okay? Show your hands. Good luck. იწყება პირველი რაუნდი. დღის კულმინაცია. ბექა თამლიანის პირველი სატიტულო დაცვა. ბექა თამლიანი, ისლამ მურთაზალიევი. თეო სწორად აღნიშნე შენ ისლამ მურთაზალიევი საერთოდ სხვა ბრძოლისთვის ჩამოვიდა აქ. თუმცა მიიღო გადაწყვეტილება, გადაარჩინა საჩემპიონო ბრძოლა. კარგი ჯები იყო მურთაზალიევისგან, მაგრამ ძიმედატმა გაატარა ბექა თამლიანმა და მაგრამ დაუბრუნა. შეეკრა კიდეც ბექას ისლამი. სწრაფი ხელები აქვს ისლამს. თუმცა დავასრულებს სწორედ ეს გადაწყვეტილება შეათანხმა ხამზად ჩიმაევთან. და მხოლოდ თავისი გუნდიდან დასტურის შემდეგ აიღო ეს ბრძოლა და ძალიან კარგ გაცვლებს ხედავთ გრეპლინგში. აკონტროლებს გალიასთან, ბექა ყველა შესაძლო შემთხვევაში ცდილობს მიაყენოს ზიანი, იდაყვით მუშტით. მაგრამ არ უნდა მოუდუნოს ყურადღება და არ უნდა გაუშვას ტეიქდაუნი, რაც ასე მთავარია, რადგან ძალიან დომინანტური ჭიდაობა აქვს ისლამ მურთაზალიევს. ძალიან კარგი ტეიქდაუნ დიფენსი გამოავლინა ამ დროის განმავლობაში ბექამ. ნახოთ ხოაშკარ ისლამს გადაყვანა უნდა და ქვევით კოჭებში აკონტროლებს ბექას კიდურებს ბრძოლა გაგრძელდეს. ზოგჯერ აცდებას, თუმცა ბექა ზაოსტატურად ჩამოიშორა. არა ძლევს ბექა საშუალებას იმის გაკეთების, რაც ჩაფიქრებული აქვს ისლამს. კარგი მუხლი იყო ბექასგან. ასად არ ეჩქარება, წინ 5 რაუნდი აქვს. ორივე მაღალი კლასის მებრძოლია, ამიტომ დაჩქარებულ გადაწყვეტილებას არც ერთისგან არ მივიღებთ. რა კარგი სვიპი ცდელობა აქვს ბექას და გამოძრა საბოლოოდ ბრავო ბექა თამლიანს. იდაყვი აქ მოკლე დისტანციაზე. იდაყვი იყო ბექასგან. ქვემოდან აპერკოტთან ემუშავა. ორი ტოპ დონის მებრძოლი უპირისპირდება ერთმანეთს, რომელიც დაპირისპირებაც საერთოდ არ საიდან მივიღეთ. შეიძლება იმაზე უკეთესიც აღმოჩნდეს ეს დაპირისპირება, ვიდრე ის რომელიც არ შედგა, ხო? იმიტომ რომ პირველი რაუნდის, არასრული პირველი რაუნდის შემყურე ზუსტად მაგაზრზე ვარ მეც. კი, მარტივი ლუკმა ვერანაირად ვერ იქნება მურთაზალიევი, იმიტომ რომ ყველა მომენტში ავლენს იმას, რომ თვითონაც არანაკლებ პროფესიონალია, როგორც ბექა. უნდა აღვნიშნოთ ის, რომ მისი დებიუტი სწორედ ბელაჯიოზე შედგა წინა ივენტზე და მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა ისლამ მურთაზალიევმა. ანუ მესამე რაუნდში აქვს მას ბრძოლის დაფინიშებისთვის ენერგიები. აკონტროლებს ბექამ. 40 წამირჩება პირველი რაუნდის დასრულებამდე. ძალიან მალე გაიარა რაუნდმა. კი, ძალიან მალე გავიდა დრო. ზემოდან იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ბრძოლაა და დრო ისე გადის ვერ ვიგებთ, იმიტომ რომ ძალიან დაძაბულია ჩემთვის პირადად. ეხლა ეს მომენტები. ქართული MMA-ის გულშემატკივარს
აუცილებლად ექნება ბექას ბრძოლები ნანახი. ძალიან ძლიერია მიწაზე. პირველი რაუნდის შემდეგაც უკვე დარწმუნდებოდით ამაში. მას აქვს ძალიან სანახაობრივი ფინიშები მიწაზე და საერთოდ არ მგონია რომ მიწაზე ამ ორი მებრძოლის ყურება მოსაწყენი იქნება. არ ქონდა მურთაზალიევს thật კარგი რაუნდი, რაღაცაინად ძალიან ზედმეტად დაღლილი ჩანს. რაღაცაინად კითხვის ნიშანს ვხედავ მის თვალებში. აშკარად უნდა იპოვოს თავისი ბრძოლა. ხო, რაღაც პასუხი აქვს საპოვნელი აშკარად თავის კითხვაზე რაღაცნაირად ძალიან დაღლილად, დაკარგულად გამოიყურება. გუშინ მე პრესკონფერენციაზე ზუსტად მაგიტომ დავუსვი ის კითხვა, რომ ფსიქოლოგიურად რამდენად რთულია თქო ამ ბრძოლის აღება. იმიტომ რომ ზუსტად შეიძლება მანდიდან გამომდინარეობს ეს კითხვის ნიშანი, რომ არ ელოდა ამ ხელა წინააღმდეგობას, რაც ახლა ბექასგან დახვდა და რაც დახვდება შემდეგი რაუნდები. ეთყობა სახეზე რომ შედარებით მარტივად ეგონა რომ საქმე წავიდოდა. მაგრამ ეს ასე არ არის, ბექა იყო მზად 5 რაუნდისთვის, ბექა იყო მზად ფსიქოლოგიურად, როცა თვეების წინ იცი რომ ამ ბრძოლის ჩატარება მოგიწევს, ხანაირად მყარად ხვდები მერე ბრძოლას. რამდენიმე საათში, როდესაც იგებრო სამის ნაცვლად შეიძლება 5 რაუნდი მოგიწევს ბრძოლა, ძალიან რთულია. კომბინაცია გაუშვა ხელით ბექამ, მაგრამ დარტყმა მიზანს ვერ მიაღწია, ფეხი კარგი იყო, ლოუ-კიკი მივიღეთ მოწინააღმდეგის წინაფეხში, მოწინააღმდეგე მდგომი შეცვალა. გადაატარა overhand-ით, თუმცა მიზანს აღწევდა. მე ვფიქრობ მდგომში შენივერ შეუძლია ბექას სოფიატესობის დაჭერა. ეს ფსიქოლოგიური სტრესია, როცა შენი ძლიერი მხარე არის ჭიდაობა და მეტოქე შენ ძლიერ ასპექტში გჯობნის. კი და ამ ფსიქოლოგიური სტრესის გამოც არის გამოწეული ხშირად იმაზე სწრაფი დაღლილობა, ვიდრე შეიძლება რომ გქონდეს მებრძოლს. შენიერი ჰედკიკი აქ. და გააქტიურდეს ბექა. კარგი მუხლი. თუნდაც გამოიყურება აქ ისლამ მურთაზალიევი. კი, ნამდვილად კომბინაცია. უშვებს დარტყმებს და ბაურჯან ჯუმანოვმა გააჩერა ბრძოლა. აქ ეს ბრძოლა როგორ ჩანს დაპირისპირებაზე მეც ნიშნავდა ბეკასთვის, რადგან დასრულებულ ბრძოლაზე თავისი სათქმელი მიაძახა ისლამ მურთაზალიევს. ოჩახ ბეკას ჩვენი გამარჯვებული ბეკა თამლიანი გადალახა ემოციები, მივიდა ჯენტლმენურად პატივისა მეტოქეს, რაც ახლა კადრებში არ ჩანს, ჩვენ მხოლოდ გამეორებას უყურებთ. ბრავო. მხოლოდ და მხოლოდ ქება ისლამს. გადაარჩინა საჩემპიონო ბრძოლა. გამოიყურებოდა ძალიან კარგად პირველ რაუნდში. თავისი კარიერის დებიუტზე იღებს ასეთ თამამ გადაწყვეტილებას. მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემა ამ ბრძოლის მიმართ. იმედია ვიხილავთ. ძალიან ბევრი არიზავდა იმას, რაც გააკეთა ისლამ მურთაზალიევმა. ლაშატ ალახაძე დააჯილდოვებს ჩვენს გამარჯვებულს. Ladies and gentlemen, in the second round, the referee has called a stop to this contest for the winner. And still, GFC and GBC welterweight champion of the world, Beka Tamliani. ემოციებშია ბექა ვერ იკავებს ამ ემოციებს. ესეთი სწრაფი გამარჯვება საჩემპიონო ბრძოლაზე ყოჩახ ბექა. ვინც არ უნდა ყოფილიყო მის წინაშე დარწმუნებული ვარ გამარჯვებით დაასრულებდა.